26 მაისის საზეიმო ღონისძიებებისათვის ემზადება დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც. ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება მცხეთაში გაიმართება. რა იგეგმება კონკრეტულად მინისტრის მოადგილე გია ცაგარეიშვილი შემოგვიერთდება რეგიონების პირდაპირ ეთერში ამჯერად. მოგესალმებით ბატონ გიორგი. გია, როგორ აღნიშნავს თქვენი სამინისტრო 26 მაისს, თქვენს თუ არ ვწდები პირველ რიგში მცხეთაში იქნებით წარმოდგენილი და იქიდან გამომდინარე თუ გავითვალისწინებთ სხვა უწყებების პრაქტიკას, თქვენი სამინისტროც ძალიან საინტერესო სტენდით და გამოფენით აპირებს წარდგომას ამ დღეს. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა, სამინისტრო დიდი ხანია ემზადება ამ დღისთვის. ჩვენ წილად ხვდა რომ დავხვდეთ სტუმრებს მცხეთაში ადგილობრივებთან ერთად, ჩვენ მცხეთელებთან ერთად. იგეგმება უამრავი ღონისძიება. ამ დღეს დილიდანვე დაიწყება, რა თქმა უნდა, საზეიმო განწყობის შექმნა, ჩამოყალიბება, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის და ვფიქრობთ, რომ ეს დღე დასამახსოვრებელი იქნება იქ მობრძანებული საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის დახმარებით, ჩვენი თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების დახმარებით იქნება მრავალფეროვანი ეს დღე. რამდენიმე ლოკაციაზე მცხეთაში გაიმართება ბევრი წარმოდგენა, რომელიც გაახალისებს ამ დღეს, იქნება ბევრი შემეცნებითი ღონისძიება დაგეგმილი. გამომდინარე იქიდან, რომ მცხეთაში იმართება, რა თქმა უნდა, ეს დღე ბევრად უფრო სიმბოლური იქნება და შესაბამისად იქნება დახუნძრული სიმბოლური სახის ისტორიული რაკურსის წარმოდგენებით, რომელიც რა თქმა უნდა პირველ რიგში გაუსვავს ხაზს 26 მაისის ღირებულებებს ჩვენთვის, სრულიად საქართველოსთვის და ისტორია ჩვენი, რომელიც დაკავშირებულია ქრისტიანობასთან. იცით თქვენ, რომ წელს ჩვენ უნდა აღვნიშნოთ საზეიმოდ 1700 წელი საქართველოს გაქრისტიანებისა და ჩვენ წილად ხვდა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ სწორედ მცხეთაში დავხვდეთ სტუმრებს, სწორედ იქიდან აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობაც და აღვნიშნოთ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი, სრულიად საქართველოსი, ჩვენი გაქრისტიანების 1700 წელი, ეს 17 საუკუნე, რომელიც განვლო საქართველომ და ვფიქრობ, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მცხეთაში ჩვენს მიერ იქნება დაგეგმილი, მეტად თუ ნაკლებად, რა თქმა უნდა, მისადაგებული იქნება ამ ორ უმნიშვნელოვანეს თარიღთან. რა თქმა უნდა, პირველ რიგში 26 მაისი, სანუკვარი დღე სრულიად საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელი. მინდა გითხრათ, რომ საღამოს უკვე დამაგვირგვინებელი აკორდი იქნება საზეიმო გალა კონცერტი, რომელიც საინტერესოდ იქნება წარმოდგენილი და ასევე იქნება მცხეთაში თემატური, რა თქმა უნდა, კუთხე ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროსი, სადაც ჩვენი სტრუქტურები, ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურები წარმოადგენენ თავიანთ სტენდებს და იქვე იქნება ინტერაქტიული ჩართულობა, იქ მობრძანებული საზოგადოებისა, მათ შორის ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო კუთხე იქნება მოწყობილი, სადაც უშუალოდ ბავშვები ჩვენ მედიკოსებთან გადაუდებელი დახმარების ჩვენი ცენტრის თანამშრომლებთან ერთად შეისწავლიან იმ პირველადი სამედიცინო დახმარების უნარჩვევებს, რომელიც მათ დარწმუნებული ვარ მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ და მე ვფიქრობ ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, მცხეთაში დაგეგმილი ღონისძიებები იქნება საინტერესოდ წარმოჩენილი ჩვენი მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ბავშვი, რომელსაც ექიმობა ძალიან პატარაობიდანვეა გადაწყვეტილი, თქვენი სტენდის და თქვენი კუთხის ძალიან
აქტიური სტუმარი იქნება, ბევრ ბავშვს ძალიან მოეწონება სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან და ექიმებთან კონტაქტი. წარმატებას გისურვებთ, ბატონ გია და დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გია ცაგარეიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.